21 ეპიზოდი, დღეს ჩვენი სტუმარია გიორგი კიკრაძე, Prompt-Run AI-ის დამფუძნებელი, საინტერესო პროდუქტია თვითონვე. მოგგვაცნობს ამას, ამის გარდა გვაქვს კიდევ ერთი ნიუსი, აჩოს აქვს ახალი იმიჯი და კომენტარებში ყველას დავუწყევთ, რომ როგორ მოგწონთ. გადავიდეთ გიორგიზე, გიორგი. ჩვენ community-ში ისეთ ხალხი გიცნობს და ძალიან გვაინტერესებს შენ პროდუქტზე მოგვიყევი. ასაკეთებ და რამდენი ხანია აკეთებ და როგორ? კი ბატონო. ჯერ უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ დამფუძნებელი ვარ, თან დამფუძნებელი ვარ და ლევანი ჩემი პარტნიორი, ვინც დაუწყეთ ეს კომპანია. დაუწყეთ 4 თვის წინ დაახლოებით. თავიდან მქონდა სულ სხვა მიმართულება, სადაც გვინდა წავსულიყავით. იდეაში ფიქრობდით, რომ რაღაც პრომპტების marketplace-ის გაკეთება გვინდოდა. სადაც შეგეძლებოდა რომ დაგეწერა რაღაც პრომპტი და რაღაც მიკრო API-ვით გაგეკეთებინა. პირობითად ჩვენ რაღაც domain expert-ი ხარ რაღაც კონკრეტული მიმართულებით. შეგეძლო რაღაც system prompt-ი დაგეწერა, მაგას ფუთავდი და system prompt-ის review-ის გარეშე შეგეძლო რომ გეკითხა კონკრეტული კითხვები ამ მიკრო AI API-სთვის. ან რაღაც ჩატი ქონოდა გახსნილი მაგ კონკრეტულ მიკრო AI API-თან. და დავიწყეთ, დავლონჩეთ ერთ თვეში 0-დან. და მე იდეაში მივხვდით, რომ ისეთი კაი იდეა არ იყო და ის იდეა არ იყო, რაზეც მუშაობა გვინდოდა. თან რაღაცა მაგ პარალელურად ერთი თვის განმავლობაში რამდენიმე ორგანიზაციასთან მქონდა ესე შეხვედრა, იმიტომ რომ AI აინტერესებდათ, LinkedIn-ზე აქტიურად პოსტავდი AI აგენტების მიმართულებით და ყველას ჰქონდა რაღაც ინტერესი, რამდენი ორგანიზაციას შევხვდი, რომ რაღაც ინტეგრაცია, თუ შეგიძლიათ რომ AI მიმართულებით დაგვეხმაროთ custom software solution-ების დადება, სერვისები და მან იდეაში მივხვდით, რომ ანუ B2B მიმართულება პირდაპირ მოდიოდა და პირდაპირ ინტერესი იყო მაგ მიმართულებით და რატო არა ვცადოთ და მაგ მიმართულებით წავიდეთ, ვიდრე არ ვიცი, თვეში $10 customers დიოდა, customer support-ი აკეთო და შეიძლება რაღაც საბოლოო ჯამში 10 customer-ზე მეტი ვერ ააგროვო. წავიდით მაგ მიმართულებით, გავაკეთეთ, ან launch-ის დღე რო ქონდა მახსოვს, 16 ივნისი იყო, გავუშვით და 17 ივნისს დავიწყეთ ახალი პროდუქტის წერა. და ანუ ისე რომ ფაქტიურად დროც არ მიგვიცია პირველი ვერსიისთვის რომ რაღაცა არ ვიცი რაღაც traction-ი დაედო რაღაცა, იმიტომ რომ იდეაში მივხვდით რომ ამ მიმართულებით უნდა უფრო წასვლა. წავედით მაგ მიმართულებით, გავაკეთეთ პირველი სატესტო ვერსია დაახლოებით ერთ თვეში თუ თვენახევარში, რომელიც უკვე ეხა ვართ ორიენტირებული, ეხა რა მიმართულებითაც წავედით არის რომ პრომპტის მენეჯმენტი პლუს AI ინფრასტრუქტურა, რაღაც ეგრევე ეძახით, რომ full AI backend service. სადაც შეუძლია ნებისმიერ ორგანიზაციას, ვინც ოდნავ მაინც ტექნიკურია და დეველოპერები ყავს, ან ინჟინერები ყავს თავის თიმში, შეუძლიათ რომ ჩააბან ჩვენი SDK-ი, საიდანაც ჩვენ ვიყენებთ რაღაც ბევრ სერვისს, სადაც გვაქვს ფაქტიურად ყველა LLM-ზე წვდომა, რაც კი არსებობს მარკეტზე, უფასოების და ფასიანებით. და გამოიყენონ ჩვენი SDK-ით ეს LLM-ები, გქონდეთ სტატისტიკა, რა ქოლი გაკეთდა, რომელი სერვისიდან გაკეთდა, ყველანაირი ლოგები, ასევე ამასთან ერთად პრომპტის მენეჯმენტი გვაქვს იგივე SDK-ში, სადაც შეგიძლია რომ მაგალითი მაგ ხა გაკეთებული და მე მაგასაც განახებთ, რომ Mastras აგენტზე მაგ ჩაბმული ეს ჩვენი SDK, საიდანაც რეალურად Mastras სერვერის refresh-ის გარეშე პირდაპირ მოაქვს ჩვენი back-იდან ეს კონკრეტული პრომპტი, რომელსაც დააპდეით. ნუ იდეაში ეს არ მოგვეწონა, რომ ძალიან საინტერესო იყო, pain point-ებიც იყო, რამოდენიმე ადამიანს ველაპარაკეთ, ვინც მაგ მიმართულებით იყო, რომ ვისაც ბევრი პრომპტი აქვს თავის ორგანიზაციაში იყო ის, რომ ბევრი პრომპტი გვაქვს, პრომპტი პრობლემა არის და რეალურად მან user journey რა იყო, რომ პრომპტს არ წერს software developer-ი ან ინჟინერი, ძირითადად პრომპტს წერს product manager-ი, რაც უფრო პროდუქტის ადამიანი. და პრომპტი იდეაში ცხოვრობს ხოლმე ეხა კოდთან ერთად, სადღაც ან GitHub-ზე, ან GitLab-ზე, ან ასე შემდეგ. და რეალურად მან life cycle-ს რო შევხედოთ, არის ეგეთი, რომ product engineer-ი რაღაც ან product manager-ი წერს პრომპტს, რაღაც პატარა update-ს აკეთებს, აძლევს developers, პირობითად ვთქვათ, რომ Slack-ით აძლევს, developer-ი იღებს ამას, devs კოდში, push-ავს, მე რაღაც build pipeline-ი მიდის
და ხდება მერე, არ ვიცი, თუნდაც development-ზე, ან staging-ზე, ან production-ზე და მერე მიდის ტესტვა. ანუ რეალურად სადღაც ყველაზე კაი ვარიანტი ვთქვა, რაღაც 15-დან 20 წუთამდე იკარგება იმაში, რომ უბრალოდ რაღაც ერთი სიმბოლო შეცვალო პრომპტში. ნუ კაი პრობლემა არის, რაც მოგვეწონა, წავით მაგ მიმართულებით გავაკეთეთ ეს ყველაფერი და დავიწყეთ შემდეგ ორგანიზაციებთან მუშაობა. და მივხვდით, რომ ცოტა ესე ხედვის არეალიო გავაფართოვეთ და არა მარტო იმ ორგანიზაციებს ველაპარაკებით, ვისაც კონკრეტულად ეს პრობლემა აქვს, არამედ იმ ორგანიზაციებს, ვისაც AI-ის ინტეგრაცია უნდათ და არ იციან სად დაიწყონ, პრომპტი არ იციან რა არის უმეტეს შემთხვევაში. და მივედით მან იმ პრობლემასთან, რომ გვაქვს რაღაცა super specific რაღაც ნიშური პროდუქტი, რომელიც აგვარებს ძალიან კონკრეტულ რაღაცას და მაგით ვერ მივდივართ და ვერ ვეუბნებით არ ვიცი რაღაც რომელიღაც ორგანიზაციას, რომელსაც უნდა რაღაც AI აგენტის დაწერა, რომლითაც უნდათ რომ მარკეტინგის რეპორტების summarization-ი გააკეთონ და მივიდეთ Telegram-ში პირობითად მესიჯი. თუმცა უნდათ ანუ ჩვენი ექსპერტიზა მოწონთ, უნდათ მაგ მიმართულებით წასვლა და რაღაც დილემის წინაშე ვიყავით, რომ აი რა ვქნათ, როგორ შეიძლება რომ ეს პროდუქტი კიდევ უფრო რაღაც სპექტრი უფრო მეტი რაღაც ფუნქციონალი დავამატოთ და მივცეთ ამ ორგანიზაციებს საშუალება რომ გამოიყენონ ჩვენი სერვისი. მივხვდით მაგას, რომ ყველას უნდა custom რაღაცა software solution. და იდეაში იხა მაგ ეტაპზე ვართ, რომ თავაზობთ custom software solutions, რაც one time fees charge-out თან რაღაც და მნიშვნელობა აქვს მაგას, რომ ამ ხელა პროექტი შეიძლება ცოტა დიდი პროექტი იყოს და რაღაც საათების მიხედვით დავუჩარჯოთ და პლუს ჩვენ პროდუქტს ვაძლევთ software as a service, იმიტომ რომ იდეაში backbone-ი არის ამ ყველაფრის, რომ LLM-ს მაქედან იყენებენ, აუდიტინგი მაქედან აქვთ და პრომპტის შეცვლაც მაქედან შეუძლიათ. ნუ ყველაზე მთავარი რაც არის. და ცოტა უყურებ მაგას ისე, რომ ვართ WordPress-ი AI-ისთვის. იმიტომ რომ ეგ არის რა, ნუ WordPress-ი რო შეიქმნა, ხო მაგამდე რა იყო, რომ რაღაც ბლოგი შეიძლება developers აეწყო, რაღაც მე ამეწყო დამკვეთისთვის და ის გამომიგზავნე სტატიას და მე ჩავდებდე იმაში, რა ქვია, რაღაც HTML ან PHP ფაილში და მაგას დავფუშავდი და რეალურად WordPress-ი მაგის ავტომატიზაციას აკეთებდა. მოკლედ მაგ ეტაპზე ვართ ხა. Okay. საინტერესოა, რომ დაიწყე მოყოლა. ანუ რა კითხვებიც გამიჩნდა ნელ-ნელა უპასუხე რა. პირველი კითხვა მქონდა, რომ რა უფრო სად არის მეტი value თვითონ პრომპტებში თუ პრომპტების მენეჯმენტში და მე რომ ანუ ვინ არის target audience-ი, საბოლოოდ dev tool-ი არის თუ უფრო ტექნიკური ტიპების tool-ი არის. ნუ მე მეგონი მაგ მეორე კითხვაზე მაინც ესე საბოლოო ერთ ფეროვანი პასუხი არ არის. ხო, ანუ საბოლოო ჯამში მაგათი ინტეგრაციისთვისაა მაგ ხალხის რაღაც ხო? კი. იცი რა არის, bro, ანუ იხარ ამ მოლაპარაკებების ქონდა ძირითადად ვიყავით რაღაც ლოკალურ ბაზარზე. ლოკალურ ბაზარზე კიდე უფრო კონცენტრირებული არის ინტერესი ზოგადად AI-ის მიმართ და არა რაღაცა კონკრეტული პრობლემა მაქვს, რომ პრომპტების მენეჯმენტის issue მაქვს და მან მინდა რომ, არ ვიცი, მან გადავიხდით ვეში პირობითად რაღაც 5 წელს რომ ეგ პრობლემა მომიგვარო. მაგიტო ხო ესე ვერ დავждებით და ვერ დაველოდებით, სანამ ეგ ორგანიზაციები მივლენ იმ დონემდე, რომ პრომპტების მენეჯმენტი დაჭირდებათ, მაგიტო ჩვენც უნდა ვიცოცხლოთ რაღაცით და მაგიტო custom software solutions-ს თავაზობთ და პლუს გაძლევთ იმას, რომ რაღაც management dashboard-ი გაქვს, საიდან შეგიძლია რა ნახო შენი კოსტები, შეგიძლია რაღაც თავარი ლოგიკა სადაც მიდის ამ AI feature-ის თუ აპლიკაციის არის პრომპტი, შეგიძლია შეხვიდე მან და შეცვალო რაღაც ექსპერიმენტი გააკეთო სხვადასხვა ინსტანსზე, სადო იქნება უკეთესი პრომპტი დაწერო შემდეგ. აი მაგ ეტაპზე მივედით ახლა და მაგ ეტაპზე ვართ ხო. მე მქონდა მან რა მაინტერესებს აი უფრო ტექნიკურად რო ჩაგეძიო. ანუ ლოგებს და ფასებსაც შეეხება რა. ანუ ესე ვთქვათ tracing-ის solution-ი გაქვთ, რომელიც ვთქვათ შემიძლია რაღაცნაირად ჩავაინტეგრირო იმაში, იმიტომ რომ როგორც ხედავ ხა, ოკეი, შეიძლება system prompt-ი მაქვს, მაგრამ დანარჩენი მთელი ინფრასტრუქტურა ჩემი LLM-ს როგორ ვიძახებ, შეიძლება საერთოდ ცალკე იყოს და დიდად შეხებაში არ მოდიოდეს და მაგას როგორ ამენეჯებთ, ან რა დონეზე უნდა დავაინტეგრირო prompt run-ი, რომ ვთქვათ tracing-იც კონდეს და cost monitoring-იც რა, იმიტომ რომ იდეაში თუ არიცი როგორ დაასეთაფო, ცოტა საჩვენებო არის რა და კაი იქნება რომ just out of the box კონდეს რა, რაღაც lang
გრაფივით თუ რომელი აღარ მახსოვს ხო, ლაინსმიტი. ანუ ეგეთი კომპლექსური არ გვაქვს ჩვენი გაცლებით მარტივი იდეაში instance როცა ქმნი SDK-ით, მან გადაცემ API keys project ID-ს რომელ პროექტზეც მუშაობ და შემდეგ ანუ ჩვენი ბექი არის ჩათვალე proxy ყველა სხვა მოდელთან. ანუ რეალურად ჩვენ ყველა logs ვიღებთ, რაც კი შენგან მოდის, განახებთ ყველანაირ logs JSON-ის ფორმატით, რომელიც არის რაღაც system prompt assistant-ი, user-ი, პლუს შეგიძლია SDK-ის მხრიდან meta ობიექტი გამოაყოლო, შეიძლება იყოს რაღაცა user ID ან რაღაც კონკრეტული business login, შენი business login-დან გამომდინარე. პლუს cost-ების breakdown-ს ვაკეთებთ, რაღაც რამდენი ტოკენი შევიდა, რამდენი ტოკენი გამოვიდა, ტოკენის ფასი ასე შემდეგ. ისეთი მარტივი ანალიტიკა, რომელიც უფრო ბიზნესებისთვის საჭირო არის, ვიდრე დეველოპერებისთვის, ანუ რაღაც lang trace-ი რაც საკეთებს მაგალითად რო გეუბნება რომ რომელი tool call-ი მოხდა და ასე შემდეგ, ეგრეთ დეტალურად არ ჩავდივართ. თვითონ LLM-ის calling-ი შეიძლება რომ თქვენგან გააკეთოს proxy ანუ open router-ის კი, ზუსტად open routers ვიყენებთ კიდე ორ სხვა სერვისს ვიყენებთ მაგისთვის და რეალურად ხო შეგვიძლია დაუძახოთ საკუთარ თავს რაღაც მაგმიმართულებით open router-ის wrapper-ი. ძალიან საინტერესო. ისე ანუ აჩოდანიკა ალბათ თქვენს მაგაზე მაინტერესებს თქვენი აზრი რომ ანუ საქართველოში თითქოს ანუ ორი ტიპის ბიზნესებია, ვისაც საერთოდ არ აქვს ტექნოლოგიური გამოცდილება და ამიტომ არც უნდა რომ დიად გაეკაროს და ამიტომ თავიდან ბოლომდე solution-ი უნდა black box-ი უნდა შენგან. და არის ბიზნესები, რომელსაც აქვს ტექნიკური გამოცდილება და ამიტომ ცდილობენ რომ საკმაოდ ბევრი რაღაცა თვითონ გააკეთონ რა. ანუ მაგალითად მესამეც არის მანდ. ხო, აბა. მესამე არის რომ ანუ არა აქვს არანაირი გამოცდილება და ფიქრობენ რომ აქვთ. და ძალიან ხელების ფათურით შემოდიან მერე პროცესში. ანუ ალბათ ეგ პატარა კომპანიებში არა, მე ვსაუბრობ აი დიდი ქართულ კომპანიებზე რა, თითქოს ეგრე არის გადანაწილებული რა. და ანუ ამიტომ რაღაც თითქოს იმის ბაზარი რომ აი მე რაღაც უკვე მაქვს გამართული ტექნიკური solution და ეხა მჭირდება რაღაც პრომპტების მენეჯერი, რომ აი ეს პრობლემა მომიგვაროს კერძო და ამისთვის ამ რაღაც elegant solutions გამოვიყენებ. თითქოს ეგ B2B software as a services ბაზარი არ არის საქართველოში. ხო, ჩემთვის ძალიან წირი უნდა იყოს. ეგ ნუ იდეურად რაღაც შეიძლება მაგის პროდუქცია რო გავაკეთოთ, შეიძლება რამდენიმე წელში, 1-2 წელში, რა ისე გაიზარდოს, რომ შეიძლება გავხდეს ალბათ, მაგრამ ხო, ეგ ხო რაღაც ფუნდამენტურად იმითი არის გამოწვეული, რომ კაიდა პირველ რიგში გლობალურ კონტექსტში საკმაოდ ახალი ტოპიკია და ნუ გლობალურ ბაზარზე კი იპოვი მაგალითად ალბათ იმას საკმაოდ რაღაც გააკეთოთ, რომ საქართველოში საერთოდ adoption-ი ძალიან low არის, კიდე ამ ახალ ტექნოლოგიებს ემატება, ანუ კულტურული კონტექსტი, ასე ვთქვათ, რა. ბიზნესების კულტურული კონტექსტი და კიდე ალბათ ძალიან ბევრი დონის შრე არის, ხო? კიდე ანუ კულტურული კონტექსტი რო გადავლახოთ უფრო შიგნით შევიდეთ, ტექნიკურ დონეზე საკმაოდ ისე ვართ, ანუ დაბალ ასე ვთქვათ, განვითარების ეტაპზე ვართ, ვიდრე გლობალურ სკეილის საშუალო ვართ და ასე შემდეგ, ხო? და ალბათ მაგითო და ხო იდეაში გიორგი მართლა ძალიან ისაა, ჭკვიანური იდეა არის, რომ ეს custom solution-ების აწყობა და გიორგი რა მაინტერესებს, ანუ custom solution-ებში, მაგალითად, ანუ literally from რაღაც greenfield პროექტებს უწყობთ ყველაფერს და რაღაც kind of ერთ და იგივე კონტექსტში, მაგალითად, chatbot-ებს ან მსგავს პროდუქტებს ყველა ბიზნესში. ეხლა რა ეტაპზეც ვართ არის ის, რომ რაღაც დაახლოებით 4 თუ 5 კომპანიასთან გვაქვს ესე ღია მოლაპარაკება, რომ მივდივართ რადიკალურად სხვა მიმართულებით, ანუ ყველას რადიკალურად განსხვავებული პროდუქტი უნდათ. უბრალოდ ხო, მაგას ეგრე უყურებთ, რომ ეს პროდუქტები ყველაფერი საბოლოო ეტაპამდე რომ მივალთ და რაღაც მზად გვექნება, მაგას შევინახავთ და გამოვიყენებთ შემდეგ სხვა კომპანიასთან დიდი ალბათობით ვიზას დაჭირდება, იმიტომ რომ მაგათ რაღაც IP-ის პრობლემა არ ექნება თეჭვი მაქვს და შეგვიძლია ჩვენებეთ შევინახოთ და გამოვიყენოთ სხვასთან. უბრალოდ ხო აი რაღაც კაი მიდგომა არის იმისთვის, რომ ნებისმიერ ორგანიზაცია შეგიძლია მოერგო მაგით. ანუ AI მინდა რომ გეუბნება, ჩვენ უკვე რაღაც ისე ჩაკეტილი აღარ ვართ რომ ვეუბნებით, რომ აი შენ გააკეთე ყველაფერი და მე მოდი ჩემთან პრომპტის მენეჯმენტისთვის და AI-ის ინფრასტრუქტურის არამედ კი ბატონო მოგეხმარებით, იმიტომ რომ სამწუხარო რეალობა ეგ არის, რომ
რაღაც უნდა მოქნილები ვიყოთ და მოვირგოთ სხვა ორგანიზაციებს, რომ რაღაც ჩვენმა კომპანიამაც იცოცხლოს და მაგიტომ ეგრე რაღაც მოქნილები ვიყოთ. ძალიან სწორი ხაზგასმება, სამწუხარო რეალობა იდეაში მართლა, რომ სტარტაპის გადმოსახედიდან იდეაში ეხლა თქვენასთან just ფოკუსის ისა უფრო რა, ანუ იმის მაგალითად რომ ერთ რაღაცაზე ძალიან მაგარი ფოკუსი აიღო და იმ დომეინში დაფარო ყველაფერი გიწევს, რომ just მაგ ფოკუსის არსებობის საშუალება მისცეს შენ თავს და მაგის ინფრასტრუქტურა შეიქმნა რა. და იდეაში ალბათ რაღაც smart move kind-a იქნებოდა, რომ ანუ ეგ ალბათ ეხლა ნელ-ნელა უფრო და უფრო ჩემი აზრით წამოვა ეს custom AI solution-ების კომპანიები ხო, აი მე მგონი კიდე მეორე გამოჩნდა ვიღაც თვე სამიანო. და იდეაში ალბათ ასევე მაგ კომპანიებთან პარტნიორობა რომ ეგენი რა solution-ებს შეთავაზებენ სხვებს, მან რომ ავტომატურად პრომპტ-რანი გამოიყენონ ტრანზიტიულად და ეგეც kind-a შეიძლება ის იყოს. ანუ თქვენ დაგეხმაროთ იმაში, რომ ფოკუსი მაგალითად თუ მართა პრომპტ-რანის გაკეთება არის long term-ში, მაგაში იყოს. ეგეც საინტერესო move იქნებოდა ის. ანუ იდეაში ეგრე უყურებ, რომ ამ კომპანიებთან ვისთანაც მოლაპარაკება გაქვს და ვისთანაც უკვე მზად ვართ, რომ ეს რაღაც პროდუქტი ბოლომდე გავიყვანოთ მაგათი custom პროდუქტი და დავინტეგრიროთ, ყველასთან ვტოვებთ პრომპტ-რანს როგორც ინფრასტრუქტურულ ნაწილს. ანუ ყველა უნდა გამოიყენოს პრომპტის მენეჯმენტისთვის, LLM-ების კოლებისთვის, იმიტომ რომ LLM კოლებზე ყველაფერზე პლუს რაღაც 10% გვაქვს ფიდადებული და რეალურად ისე ვაკეთებთ. საინტერესო მოდელია. ისე ვაკეთებთ, რომ რეალურად ანუ custom solutions გიდებთ, მაგრამ კიდე პლუს ჩვენ backbone-ს ტოვებთ ჩვენთან და სანამ მაგ feature-ის გამოყენება ან მაგ აპლიკაციის გამოყენება გინდა, ჩვენი სერვისი უნდა გამოიყენო. ხო, არ ვიცი, შეიძლება საერთოდ არ შევიდენ dashboard-ზე და არც არაფერი არ გააკეთონ, უბრალოდ რაღაც ბარათი იყოს ჩაბმული და გადაიხადონ ყოველთვე იმის fee, რასაც გამოიყენებენ. nice. და ისე რა მაინტერესებს, ანუ ეხლა ეგრო თქვი, მაგალითად ანუ prompt-rans თუ ვიყენე, ანუ მე კომპანია ვარ მოკლედ, prompt-rans ვიყენებ, LLM-ის კოლები გავაკეთო და ასე შემდეგ, ანუ kind of what I would expect არის რომ ორი ვარიანტია ხო შეიძლება რაღაც vanilla ძალიან მარტივ რაღაცას ვაკეთოთ, შეიძლება ცოტა ასე კომპლექსურ რაღაცაზე გავდივართ. კომპლექსურ რაღაცაზე თუ გავდივართ, დიდი ალბათობით სადღაც რაღაცა framework-ებამდე შეიძლება მივიდეთ, ну შეიძლება არ მივიდეთ და vanilla-ზე ვარ. ჩავთვალოთ რომ framework-ებამდე მივედით, მან კითხვა იქნება რომ ანუ თქვენი მაგალითად ის API რაც გაქვთ, რამდენად compatible არის მაგალითად, okay, უშუალოდ LLM-თან კომუნიკაციისთვის თქვენი ობიექტები და თქვენი მოდულები რო გამოვიყენო, მაგრამ უფრო high level აგენტების ორკესტრაციის ან რამის გავსი framework-ები რო არის, იმისთვის რაღაც LangGraph-იან master-ან რაც არის სხვა ყველა გამოვიყენო. აი მან როგორ ვართ და რამდენად compatible არის ეს ყველაფერი რო პირველი SDK ახლა რაც გავაკეთეთ JavaScript-ზე არის დაწერილი გვაქვს AI SDK compatible რაც არის რეალურად რაც ყველა დარწმუნებული ვარ ყველა framework-ი რაც არის agentic framework-ი JS-ზე TypeScript-ზე ყველა ეგ იყენებს under the hood. და ეგ რო დავწერეთ და master-ს ჩავაბით პირდაპირ შეიძლება ანუ არაფერი მაგისთვის ცალკე დაწერა აღარ მოგვიწია. პლუს ცალკე ფუნქციონალი გვაქვს რომელიც თუ agentic side-ი არ გინდა და შენ რაღაც custom solution-ი გინდა და ჩვეულებრივად იყენებ რაღაც do streams და do generates აკეთებ და Python-ზე ქონდა ერთი მოთხოვნა და ხო რადგან პატარა თიმი ვართ არ შევეხეთ Python-ს და მეთქე ასე მოგცემთ რა ქვია API-ებს მოგცემთ და უბრალოდ API-ზე შეგიძლია დაჟდე გამოიყენო stream-ი შეგიძლია გააკეთო ან ჩვეულებრივად რაღაცა post request-ი შეგიძლია გააკეთო და რაც language agnostic არის, სადაც გინდა გამოიყენე. Teams-ზე რამ ხელა Teams? ო, Dave, სამაკაცა FPG ეკითხა, Dave. აუ ძალიან პატარა თიმი ვართ, სამი კაცი სულ. მე და Claude, ChatGPT. ეგრეთ თუ შევხედოთ ვეროდ მეტი. მე და დავითი ვართ, რომელიც არის ჩვენი full stack JavaScript developer-ი, მე და დავითი ვწორთ კოდს და ლევანი არის ჩემ co-founder, რომელიც ბიზნესის სეილები და strategic partnership-ებში გვეხმარება. ხო, რაღაც 1.8 კაცი ვარ, შემიძლია ვთქვა ეგრე, იმიტომ რომ მე პლუს ჩართული ვარ კიდე სხვა რაღაცეებში გარდა development-ისა და nice. მე ძალიან ჯერა პატარა გუნდების და აბა თქვენიცით რა. ძალიან ამ ძალიან ზოგადად. მე მაინტერესებს ორი სიტყვით, ანუ აი მაგალითად სანამ სტარტაპს დაიწყებდი და ეხლა უკვე როგორც თქვი რაღაც რამდენიმე თვე არის ხო რაღაც ოფიციალურად ესე დავიწყო და
expectations versus reality მაინტერესებს. რამდენად რთული არის შენი აზრით საქართველოს ბაზარზე აი ესე ფუტბოლ სტარტაპის კეთება, პროდუქტის კეთება კონკრეტულად როგორც თავიდან ის რაც გქონდათ რა, ანუ ვერტიკალი როგორც გქონდათ, აი მაგაზინი მოგვიყვება შენი აზრით და გამოცდილება. კი ბატონო. სულ გადმოვერთე აი ესე სტარტაპერი, რასაც ქვია, დეკემბრიდან გავხდი, წინა წლის 2024-ის. რაღაც მომენტში გადავწყვიტე, რომ ხო ესე აღარ მინდოდა corporate job-ი, იმიტომ რომ 11 წელი ვმუშაობდი, ესე რაღაც სულ კომპანიებში ერთი დღე არ მქონია, ისე რომ რაღაც ამ ფრილანსერად მემუშავა, ან რაღაც ჩემი პროექტი მეკეთებინა full time და კიო, თან რაღაც კრიპტოსამყაროში მუშაობდი, ხო უფრო? ხო, კრიპტოში ვიყავი 2016 წლიდან ვიყავი კრიპტოში. ჯერ მუშაობდი. ანუ შეგვიძლია მეორე ეპიზოდი გავაკეთოთ კრიპტოზე საერთოდ. ხო, ჯერ მუშაობდი. სხვა შორის თან ისეთ საინტერესო კომპანიებში მუშაობდი ჯერ Genesis Mining-ში 4 წელი. ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიპტო მაინინგ კომპანია იყო მსოფლიოში, რაც 5% ბიტკოინის ამაინინგებდნენ. და მე მუშაობდი 3 წელი კონსესიში MetaMask-ი ვისაც ეკუთვნის, MetaMask Institutional-ზე მუშაობდი. და ხო, მე მივხვდი, რომ პლუს შუალედებში კიდე რაღაც ესე საით ჯობები მქონდა კიდე საინტერესო კომპანიებში და ხო მივხვდი, რომ რაღაც უბრალოდ აღარ მინდოდა ეს მარტო კოდის წერა, იმიტომ რომ სულ მაინტერესებდა რაღაც ბიზნესის მხარეც, მართალია შეიძლება იდეების რომ ძალიან კაი არ ვარ ბიზნესში, მაგრამ მაინტერესებდა სულ რაღაც ბიზნესის მხარე, რაღაც იდეები მაწუხებდა ხოლმე და ხო, რაღაც გადმოვერთე დეკემბერში დავუწყე კრიპტო პატარა სტარტაპის გაკეთება, ვერ ავწიეთ ფული საერთოდ ლოკალურად, მივედი ვისთან შეიძლება და ყველასთან და ვერ ავწიეთ, რაღაც ბევრი საწევასთან არ გვინდოდა, რაღაც $80,000 გვინდოდა თუ რაღაცა იმისთვის რომ მუშა პროდუქტი დაგვედო. ეგ ვერ გავაკეთეთ და მე კონსალტინგზე ვიყავი მთლიანად და მე მეორე სუნთქვა გამეხსნა და გადმოვედით აქეთ და ავწიეთ რაღაც საწყისი კაპიტალი და ეხლა მუშაობთ ამაზე. ანუ ეგ უნდა მეკითხა ხა რომ ანუ რა მიდგომა გაქვს თუ ანუ bootstrapped სტარტაპი ხარ თქო თუ აწიეთ თქო და აი რა შეგიძლია გაგვიზიარო რომ თქვათ თუ ხარ ქართული სტარტაპის ფაუნდერი და გინდა რაღაც ვისი ფანდის აწევა რა ანუ საიდან იწყებ რა არის გზები არ მუშაობ საქართველოში არ არსებობს ვისი ფანდი და angel investor-ი გაძლევს $1,000 და ელოდება რომ მილიონს ამოიღებს უკან ანუ არ მიჯერა მაგისი და ერთ-ერთი არის რომ networking-ი რაც შეიძლება მე ხალხს უნდა იცნობდე მე ხალხთან უნდა გაყიდო საკუთარი თავი კარგად ოღონდ რაღაცა overselling-ი არ უნდა მოგივიდეს და ხო რაღაც კაი ურთიერთობები მაქედან საქართველოში კი არა დარწმუნებული ვარ ყველგან ეგრე ხდება მაგრამ ნუ მე რა გამოცდილებაც მაქვს ეგრე არის რომ რაღაც ურთიერთობებით და ნაცნობებით და ასე შემდეგ ეგრე ხდება მარტო ინვესტიციის აწევა იმიტომ რომ ხო რეალურად ეს VC-ები რაც არის საქართველოში რაღაც ძალიან ცოტა ინვესტიცია აქვს გაკეთებული რაც ვიცი angel investor-ები რაც არიან მაქედან აი რაღაც მიზერულ თანხას აწევ $10,000 აწიო და წელიწად ნახევარი რომ უნდა იმუშაო რაღაც პროდუქტზე არ ვიცი მაშინ მართლა უბრალოდ რწმენის და სიამოვნების უნდა იმუშაო თორე წახვალ და სამსახურში შევუკეთეს ხელფასი გექნება მაგიტომ ხო ძალიან კაი პოინტია ხო იცი რა მაინტერესებს ხო ხა რო თქვი რაღაც მე რაც მაქვს შემჩნეული და აი ჩვენი გამოცდილება რასაც გვეუბნება არის რომ რაღაც AI პროდუქტის იდეით რომ მიხვდე ვიღაცასთან საქართველოში ზოგადად ფონი რაღაც ანუ ეს კაპიტალის სადაც არის კონცენტრირებული ის ადამიანები ზოგადად ნებისმიერ ტექნოლოგიებს როგორც just another business რომელთანაც რაღაც სტაბილური ინკამი უნდა აიღონ და მაგაზე აქვს კონცენტრაცია და ამაზე ძალიან დასკალირდეს და შეიძლება სტანდარტული სტარტაპის მოდელი და აქედან just ესეთი ცოტა tangent thought-ი მექნება და მაგაზე კითხვა რომ როგორ ფიქრობ საერთოდ საქართველოში ბიზნესები რამდენად mature არიან რამდენად იციან AI რა სჭირდება თუ just for AI-'s sake უნდათ რომ AI გამოიყენა როგორ ფიქრობ ვაი უმეტესობა ეგრე არის უმეტესობა ეგრე არის რომ არ იციან რაში უნდათ და მაგრამ AI უნდათ ეგ იციან AI უნდათ ხო AI უნდათ იმიტომ რომ რაღაც hype არის და გონიათ რომ რაც ამოწვევიან და ყველაფერს AI გააკეთებს მაგათ-მაგივრად და არ არის ანუ რეალურად AI-ის გამოყენება უმეტეს შემთხვევაში ვისთანაც არ მელაპარაკე და ვისაც უნდა არის რომ რაღაც chatbot-ი უნდათ რაღაც თავისი custom knowledge-ის ინტეგრაციით
მეორე ტიპი იყო, რომ უნდათ AI-ის ინტეგრაცია იმისთვის იდეაში კრონის დაწერა უნდათ ყველაზე მარტივად რო ვთქვა და AI agents ეძახიან და დანარჩენები ვიღაცები არიან, ვინც მართლა ხვდებიან რა არის AI და უნდათ რაღაცა უფრო ესეთი. არაფერი ძალიან კომპლექსური, ვიტყოდი რომ რაღაც summarization-ი რაღაც, არ ვიცი, რაღაც თავიანთ დოკუმენტების, რაღაც კვირაში ერთხელ უნდათ რაღაც summary გააკეთოს რაღაცის, ასე შემდეგ. ან კიდე რაღაც უკიდურესობაც ქონია, რომ custom LLM-ების გაკეთება უნდათ და სადაც ეგრევე უნები, რომ ხო, არ ვიცი. მე მან და არ ვარ ექსპერტი და ვერ დაგეხმარებით. ხო, აი რამდენიმე ეპიზოდი საუბრობთ ხოლმე და ეს თემა რამდენჯერმე გაჟღერდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ანუ ეხლა ბევრს გონია, რომ ოკეი, გაიგო AI-ის შესახებ და რაღაც პრობლემა აქვს და დააკავშირა, რომ maybe ანუ AI შეუძლია რომ გადამიჭრას რა. და რეალურად solution-ი არის ხოლმე 90% ჩვეულებრივი software engineering solution. და ნუ კაი ზემოდან შეიძლება რაღაც on top ის კონტექსტი. Summarization-ი. მაინც კაი აი მხრივ რომ ქმნის დამატებით მოთხოვნას იმაზე რომ software solution-ები იყოს რაღაცების. ახლა წინა ეპიზოდში მაგალითად გუაც ამბობდა რომ ანუ მაგალითად ორგანიზაციებმა დაიწყეს AI-ის adoption და ამ დროს კალენდარის innovates რო გაუგზავნი ორგანიზაციაში ხალხი არ აექსეპტებს რა. Yes. მაგ ავტომატიზაციას არ იყენებ და ამ დროს გინდა რომ რაღაცა AI-ის შენ თელი Slack-ის summarization-ი გააკეთოს, დღეს თელი დღეა მიგდებ და Slack-ის upselling-ს რომ დაამატე Slack-ის conversation-ის summarization, ანუ 3 წელია ეს Mark Benioff ვინც არის CEO ამბობს რომ აი so ანუ AI და აი Salesforce-ი და Slack-ი AI-ის რაღაც bleeding edge feature-ებს დავშიფავთ და ოს დაშიფეს რომ okay summarize thread მათენი არის ანუ რეალიზებენ მათენი summarize კიდე full ზენანებად რომ ავტომატურად დაგისამარაიზონ რაღაცები რა და კიდე ის რა არის კაი იმიტომ რომ რეალურად ეხა მოხდება ბევრი რაღაცის რაც არ იყო აქამდე digitized რა და ეგ digital transformation-ს გაუძლო და დარჩა მაინც ფურცელზე ან ცუდად digitized მაინც ბევრს მოუწევს რომ რაღაც API-ები გამოდგას და ყველაფერი მიიყვანოს იქამდე რომ ცადოს მაინც AI-ში ინტეგრაცია რა და რაღაცეები მე კარგად ინტეგრირდება ამ ყველაფერში და რაღაცეები არ ინტეგრირდება კარგად, მაგრამ ის ავტომატიზაცია რაც იქნება გაკეთებული სხვა რამეში გამოგვადგება რა. ამიტომ ანუ მაგხრივად აი პოტენციალი ჩანს რა. ანუ კიდე ესეთი რაღაც არის ხოლმე რომ ანუ გარდა იმისა რომ ეს ChatGPT-ն AI თულებმა ანუ ხალხს მიახვედრა რა რომ რაღაც პრობლემა რო აქვს AI მოაგვარებს ანუ მეორე არის კიდე ხოლმე რომ რაღაც ზედმეტ წარმოდგენას უქმნია AI-ზე რა აი მაგალითად პატარა Excel-ს რო აუტვირთავს ChatGPT-ს და რაღაც კითხვებს დაუსვამს და ის პასუხობს ადამიანებს წარმოდგენა ექნებათ რომ 500,000 რეკორდიან Excel-საც რო აუტვირთავს იმაზეც ზუსტ კალკულაციებს გააკეთებს რა which is total bullshit რა და მე გეუბნებიან რომ ესეც ვაჭამოთ ჩვენ აგენტს 500,000 რეკორდიანი Excel-ი რატო არ გპასუხობს რა და ანუ it doesn't work like that რა ხო და მაგაზე ხო იცი Hamilton-ის პასუხი რომ რაღაც 3 წელიწადში შეიძლება maybe it will ანუ აი ზუსტად ეს რას თქვით ალბათ მაგით არის თუნდაც ხო ეს არის აი მე და არჩილით ვსაუბრობდით ეს ბოლო პერიოდი რომ მაგით მნიშვნელოვანი ეს custom software solution-ებს რო ვდებ სტრატეგიული კომუნიკაცია რა ზუსტად არის feasible და ზუსტად არის feasible იმიტომ რომ მან ალბათ აი სუმცირე რამდენიმე მესეჯიც რო დააფიქსირო ისეთი უკვე მეორე მხარეს რაღაც expectation-ი ძალიან დიდი ჩიტება და expectation-ების bloated expectations management-ი ხო ცალკე ფილოსოფია ასაკეთებს რა nice guys დემოზე ხო გადავიდეთ კი ბატონო მე კითხვა მქონდა მაგრამ გადავიდეთ თემაზე არ არის პრობლემა არ კი ბარემ დასვი კითხვა სანამ იმას რო დავაშეარებ ანუ მე ინტერესოა რომ აჩო სანამ ეთქვი ანუ GPT-5-ის დემოს თუ უყურეთ კი უყურე ანუ დემოს რო აკეთებდნენ ეს ხო ძალიან ნელია ანუ ის ვერსიაც კი თვითონაც აქვს ნელი ხო დემოს აკეთებდნენ ქონდათ ხო წინასწარ გაწერილი რაღაც აშკარად აი small talk-ი და ძალიან კრინჯი იყო რა ძალიან კრინჯი მე გამახსენდა ამ ჩემი თავი იმიტომ რომ
ბოლო პერიოდში ხშირად მიწევს, რომ რაღაც customer-ებს გავუკეთოთ demo ამ ჩვენი AI feature-ის და წინასწარ მაქვს მოფიქრებული, რომ სანამ ეს რაღაც tool call-ებს აკეთებს და stream-ავს ამ ტექსტს, რეები ვისაუბრო რა, მინიმალ რომელი feature-ები შემიძლია ვაჩვენო. აი მოდი demo-ს გავაგრძელოთ და მე რა ვიკითხო. გავაგრძელოთ. ჩემ ეკრანს ხედავთ. Yep. კი. ხო, შვენიერი. მოკლედ, ეხლა მინდა რაღაც უცბად მარტივად განახებთ SDK როგორ მუშაობს. ვაყენებთ npm-დან package, გადავცემთ API keys. ამ შემთხვევაში ხა base URL-ს ვაძლევ უბრალოდ ჩვენ staging instances, იმიტომ რაღაცას ტესტავდით აქ და ეს არის staging-ის key, თუმცა ისე რეალურად არ გჭირდება ეს, როდესაც პროცესი ხარ და პირდაპირ მაგას უყურებს. მე გვაქვს აი საინტერესო ნაწილი, სადაც გაყოფილი გვაქვს რეალურად ეს ჩვენი პროდუქტი ორ ნაწილად. ერთი არის რომ LLM infra, მეორე არის prompt management-ი. ეს ეკუთვნის LLM infra-ს. და აქ შეგიძლია რომ მიუთითო ნებისმიერი მოდელი, ვისი გამოყენებაც გინდა. რომელსაც შემდეგ იყენებ, ანუ ეს როგორც გითხარით, Thunderbird AI SDK-ს ვიყენებ თქვენად. და შეგიძლია რომ ეს არის master-ს მაგალითად პირდაპირ მოდელში გადასცე და იქიდან გამოიყენებს ამ Anthropic Claude Sonnet 4-ს. მეორე ნაწილი, რომელიც არის prompt-ის management-ი, ხო, ეს key-ები შეგიძლია მოდელის პირდაპირ ჩვენ dashboard-ზე ნახო, რომელი მოდელის გამოყენება გინდა passive-თან ერთად და description-ებთან ერთად. რაც შეეხება prompt-ის management-ის ნაწილს, master-ში ხა ინსტრუქციის მიცემა როცა გინდა სადაც გინდა system prompt-ი გადაცა. აქ ვაკეთებთ ეგეთ რაღაცას, რომ ვეუბნები, რომ კონკრეტული პროექტის system prompt-ი რომ მინდა რომ მომცე. ეხლა ამ შემთხვევაში უყურებს latest text, რომელიც ყველაზე ბოლო ვერსია არის და ის მოყოლოთვის, რაც პატარას რომ დააპდეითებ dashboard-დან prompts, იმ წამსვე მოდის აქეთ ხარეს, იმიტომ რომ ეს უყურებს თვითონ და მოაქვს ახალი ვერსია. მეორე ვარიანტია, რომ აქ შეგიძლია რომ გადაცე tag-ი და tag-ი არის ნებისმიერ ვერსიაში შეგიძლია რომ tag-ი მიანიჭო. ლოგიკა არის ანუ Git-ის ლოგიკას მოვყვებოდით თავიდან ბოლომდე როგორც მუშაობს, იმიტომ რომ რაღაც გვეგონა რომ მარტივად გასაგები არის ჩვენთვისაც და მე დეველოპერებს ვინც გამოიყენებენ. შეგიძლია tag-ი მიცე, ან კონკრეტული ID-ს გქონდა თუ არ ვთვლები, რომელიც არ გამომიყენებია, ხო? არა, ID არა. ხო, tag-ი და ეს გვაქვს, რა ქვია. tag-ი ან by default latest-ი მოაქვს. ეხლა რო განახოთ master-ს, შეგაწყვეტი და შენ კოდის deploy-ის გარეშე შეგიძლია რომ განაახლო system prompt. კი, ზუსტად. მე ანუ აქამდე თქვა და ეხლა ძალიან კაი დროა მე მგონი რომ ეს ვიკითხო, ანუ UX-ის ნაწილში თვითონ პრომპტებთან მუშაობის რა. აი ხა ჩემთვის როგორც პროგრამისტისთვის, ანუ რაღაც გავს პროექტზე ჩვენც გვქონდა team-ში შეხება და აი როგორც პროგრამისტისთვის, აი თითქოს აი ის რომ ხა აი აქ system prompts მე ვერ ვხედავ კოდში. თითქოს რაღაცა პრობლემაა რა. და რამე გაქვთ მაგაზე ნაფიქრი რომ developer friendly UX-ის კონდეს პრომპტებს თუ მაინც და მაინც ბრაუზერის dashboard-ზე უნდა გადავიდეს developer-ი და იქ ნახოს. არა, ლოგი შეგიძლია აქედან რომ გააკეთო ჩვეულებრივად ამის, იმიტომ ეს ხო რეალურად ტექსტი ბრუნდება და ანუ კონსოლიდან. არა, რას მოიხო, ვიცი, აი file სისტემაში რომ კონდეს პრომპტი. ტრადიციულად. მაგაზე ან kind of VS Code extension-ი ანუ იდეა რაც არის რომ ანუ ზუსტად ეგ პრობლემა ხო არის რომ დეველოპერების გარდა ვიღაცები ძალიან ინტენსიურად ამენეჯებენ, მაგრამ თიმებსაც დეველოპერების ინტენსიურად ამენეჯებენ. Kind of best of both worlds რო იყოს, რამენაირად ის UX-იც რო იყოს, რა ეს ისეც უნდა დაიკარგოს რა. იცი რა, არა, მაგაზე არ გვიფიქრია, იმიტომ რომ მაგის ფიდბექი არ გქონია და ეხა იმ ეტაპზე ვართ, რომ რაღაც არ ვცდილობთ, რომ რაღაცები ისეთი გავაუმჯობესოთ, რომელიც გონია რომ კაი იქნება, სანამ ფიდბექს არ Clearly. Sorry. აუ და ერთი ტექნიკური კითხვა მექნება, მანამდე ხო, ანუ თუ მე ლოკალურად მუშაობ და რაღაც პრომპტის გარდა კიდე რაღაცა ჩენჯები შემაგალთ ახალ თულები დავამატე. მაგას როგორ შევძებ, რომ production-ზე რა პრომპტიც არის, მაგას არ შევეხო და ჩემ ლოკალურად სხვა პრომპტი გავუშვა და იმ ახალ tool call-ებთან ერთად გავტესტო. ალბათ რაღაც ცალკე tag-ით, ანუ dashboard-ი ყველავარი ჩვენ რა flow-ს გვაქვს აწყობილი, dashboard-ი ყველავარი ჩვენ გამოიყენო იმისთვის, რომ პრომპტი დაწერო. ანუ შენ პრომპტს, ანუ თუ პრომპტს წერს შენთან კოდშივე, მაშინ ჩვენი SDK არ გჭირდება და ჩვენი სერვისი არ გჭირდება. მაგიტომ მაგ ლოგიკით ვართ, რომ
ეხ დეშბორდსაც განახებ და ბარემ რაღაც გონერს კლიანტი სურათი გამოჩნდება. აუ და დეშბორდს სანამ იმესო ერთი კითხვა მექნება, ანუ აი ამ კლიენტში ან რაღაც იდეაში ალბათ latency საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი იქნება, ხო, რაღაც ყოველ ჯერზე network-ით რო არ წავიდეს რაღაც და ალბათ დაქეშვა რა მსგავსი კლიენტის მხარეს არის ხო ეს დეკის. კი, დაქეშვა არის, არა, ბექის მხარეს არის ჩვენი მხრიდან არის დაქეშვა. და ხო, ანუ მაგასთან ერთად რაც გონია რომ ძალიან საინტერესოა ეგ სხვათა შორის ფიდბექის მერე გავასწორეთ. არის ის რომ ჩვენი staging-ი გვირევს ხოლმე ხანდახან. By the way, UI არის ძალიან საკაიფო, ძალიან მომწონს. ძალიან კაი UI. მე დაგმეჩნა რომ ჩვენზე რო არის მორგებული დემო, ეს პირველი შემთხვევაა ჩვენ პოდკასტშია და მე მგონი პირველი დემო არის საერთოდ. კი, პირველი ფაუნდერი ვყავდა. მაგრამ სულ გავიწყდებოდა რომ წინასწარ გვეთქვა რომ guys please do demo და შენ მაგრამ მოიმზადე და ოფიციალური მადლობა ამისთვის და ნიკა შენ რაც იკითხე ისე მაგას ჩემი პასუხი იქნებოდა რომ LLM-თან რა ურთიერთობ ანუ LLM-ს იმხელა latency აქვს ხოლმე რომ რაღაც პრომპტის ჩამოტვირთვის 100 მილიწამი საერთოდ არც არის განტოლებაში. დაეთქო GPT-5 დაინტეგრირება დაეთქო. ხო, აქეთ რაც გვაქვს არის Power Playground-ი. სადაც რა ხდება, შეგიძლია რომ სხვა მოდელები ნახო აქედან და გამოიძახო აქედანვე. შეგიძლია რომ წინა ვერსიები ნახო commit message-ებთან ერთად, შეგიძლია ნახო label-ი, რომელსაც აქვს მინიჭებული. ნუ, ყველაზე ბოლო ვერსია ყოველთვის latest არის by default, მაგას არ ვწერთ. უბრალოდ აი ჩანს ესე რომ latest არის და პლუს შეგიძლია რაღაც კონკრეტული თაგი მიანიჭო ამ კონკრეტულ ვერსიას. რაც გარდა system prompt-ისა, ერთ-ერთ ჩვენ კლიენტს რო ველაპარაკებოდით, ეგეთი რაღაც გითხრა რომ system prompt-ში უშვებთ ძალიან დიდ დატას, რომელიც რაღაც ამუშავებს და მე გვაძლევს პასუხს. ეგ იდეაში თავიდანვე მქონდა რაღაც გათვლილი რომ გვაქვს რაღაც ეგეთი variable-ები, სადაც შეგიძლია რაღაც ჩაწეროს variable და მე შეგიძლია რომ აქედავე გატესტო, რომ გავუსეტო რაღაც value. თუმცა მეორე იყო რომ SDK-ის მხრიდანაც უნდა შეიძლებოდა რამენაირად რომ ეს value გაგეწერა. ეგეც გავაკეთეთ და თუ არ ვთქვი მაგალითებში სადღაც გვიწერია კიდევაც. ხო, აი ესე შეიძლება რომ რაღაც variable-ები გადაცე, შენ კონკრეტულ prompts და result-ი გიბრუნდება. ეს მაგას ვერ ვხედავთ მე მგონი. უი, ერთამეთ. თუ ხვები ხედავთ, აი ხო ხედავთ. კი, cool. ეს ნაწილი იყო, ეს ხდება სულთა, ანუ SDK-ის მხარეს, უბრალოდ რაღაც regex-ი გვაქვს, რომელიც იმ რაღაც curly braces-ებს იღებს და swap-ს ამ კონკრეტულ value-ებს და მაგაზე კიდე ერთი feedback-ი ქონდა ის, რომ type-ების შემოწმება გვინდაო და მე დავამატეთ, რომელიც მე მგონი აქ მაგალითებში შეიძლება არ გვაქვს, რომელიც არის რაღაც zots ვიყენებთ იმისთვის, რომ type checking-ი გავაკეთოთ და თუ არასწორი type-ია, რომ საერთოდ არ გავაკეთოთ call. მე შეგიძლია ჩვეულებრივ რაღაც გამოიძახო ჩვენი SDK-დან ნახო რაღაც მთლიანი system prompt-ი შევსებული როგორ ჩანდა, მხოლოდ variable-ები რეები გაქვს შესავსები, რომელი variable-ები არის required და რომელი არის mandatory, კიდე უბრალოდ optional და ხო, რაღაცა ეს აქამდე მივედით customer feedback-იდან გამომდინარე. ანუ რაღაცა ფორმა მიეცით უფრო ამ პრომპტებს, ანუ ეს პირველად გავიგე რაღაც type-ების definition-ი, ხო, ანუ prompt-ში რა. და რაღაცა ანუ თითქოს იქეთკენ მიდის, რომ ეს ძალიან გაფანტული ტექსტი თითქოს მოვარჯულოთ და რაღაცა ისე იყოს, ანუ რო ვიცოდეთ. ხო, იცი რატო, რომ აი ხა ამ კონკრეტულ ორგანიზაციასთან რომ მუშაობდით, მაგათ ქონდათ ეგეთი რაღაც, რომ რაღაც ძალიან დიდ market data-ს array of data-ს უშვებენ შიგნით system prompt-ში და რაღაც custom logika უწერიათ, რასაც რაშიც, ასე ვთქვათ, ატარებენ ამ data-ს და მე რაღაცა სენტიმენტის ანალიზს თუ რაღაცას იღებენ საბოლოო ჯამში. და მაგათ მოგვითხრეს ეგეთი რაღაც, რომ ხო გვჭირდება ამ type-ების შემოწმება, იმიტომ რომ ჩვენი სისტემა არ ვიცით რა type-ებს ჩაუშვებსო იქო და ხო რატო არა, ერთ-ერთი პირველი ჩვენი პოტენციური კლიენტი არის, გავუკეთებთ ყველაფერს, რადგან შეგვიძლია რაღაც onboarding-ი გავუკეთოთ და მაგიტო გავუკეთეთ და ნახოთ, ჯერჯერობით ესე შუისგან მოთხოვნა არავისგან არ ქონია. თუმცა ესე არის და თუ იმეს დაჭირდება, მაგას გამოიყენებს ალბათ. ძალიან საინტერესო პლატფორმაა რა. ანუ
უკვე ნამდვილად. მეგონი ამას შეიძლება დაიყვას პლატფორმა მთლიანი, რომელზეც API-ც არის, პლუს თავის დაშბორდი და ძალიან კარგი პროდუქტია და ალბათ მაინც guys. გიორგი, მე მექნება ესეთი მადლობა. მე ესეთი კითხვა მექნება, ანუ აი just რაღაცა ჩემი ინტუიციიდან და ჩემი ყოველდღიურობიდან, რომ აი პრომპტებზე რომ ვმუშაობთ ხოლმე რა, ძირითადად რაღაც დონეზე რასაც ვაკვირდები ყველა ვთქვი, რომ პრომპტს რაღაცა ხელით შეიძლება რაღაცა შევცვალოთ, დავამატოთ. მე AI-სთან მიგვაქვს მაინც საბოლოოდ რომ იქნებ რაღაცა საბოლოო გასალაშქრება რა მსგავსი გააკეთოს. თქვენ თუ გეგმავთ რომ იმაში რა ქვია, პლატფორმაში მსგავსი ფიჩერები ჩაამატოთ, რომ ოკეი რაღაც suggest the best version. ან თვითონ რაღაც პროაქტიულად შემოთავაზოს, რომ ოკეი, you fucked up on this line. მსგავს. იცი რა, თავიდან ვიფიქრეთ ეგეთი რაღაც ქონდათ, რომ რაღაც magic prompt button გვინდა და გავაკეთებინა, რომ აი დიდი. და ესე რომ ჩაგეწერა მანდ რომ აი რაზე მუშაობ, რა გინდა რომ გამოვიდეს საბოლოო ჯამში აქედან ასე შემდეგ და აქედან გამომდინარე პრომპტს დაგიწერდა. მაგრამ ხო აი როგორც ვახსენე რომ უფრო მოთხოვნა რადგან წავიდა რაღაც custom software solution-ების მიმართულებით. ეხლა ვართ იმ ეტაპზე რომ უბრალოდ ეხლა არსებული პლატფორმა რაც გვაქვს გავაუმჯობესოთ, ας მეტ features არ ვამატებ, იმიტომ რომ რისთვის დავამატო მეტი feature, მეტი ბაგი გამომიჩნდება და მეტი maintenance-ის დრო და ხარჯი და ასე შემდეგ. ველოდები იმას რომ როცა მოვლენ და მთხოვენ რომ აი რაღაცა გვაკლია, კი ბატონო, გვაკლია, მაგას გავაკეთებთ. ეხლა რაც ვხედავთ არის რომ client ID გვაკლია კოდის, რომელიც ამას უნდა დაუკავშირდეს. ეხლა მაგაზე ვართ უფრო ორიენტირებულები და რაღაცა აი ბიზნეს მხარეში ვართ უფრო გადართულები მაგას. That's cool. ისე ის გიომიდი. მე სხვა თემაზე მინდოდა გადასვლა, შენ ამ თემაზე თუ რჩები, შენ გააგზავნე. არა. მეც სხვა თემაზე ასე რომ floor is yours. ის თუ ნახეთ ბრაუზერ, ეხა კოდმა გამოუშვა თავისი ბრაუზერი, უბრალოდ ბრაუზერ extension. და Perplexity-ს აქვს, კაი ხანია ეს თავის კომენტი და ზუსტად ამ კვირაში გახდა ვაირალი მაგათი security issue-ები რა. ანუ ის არ გინახავთ, მაგალითად თუ ან basically ეს agent-ი მთელ HTML-ს კითხავს და ამ HTML-ს სამეთ ვაკ დამალული რაღაც პრომპტი, ამ პრომპტს ჩაინჯექტებს და იქ თუ წერია რომ მაგალითად გააგზავნე ჩემი cookie-ები რაღაც ამ URL-ზე, მაგის tool-იც აქვს, რომ გამოიძახოს რაღაც web request-ები და იქ გააგზავნოს საშენებაც და ამიტომ prompt injection-ი ძალიან მარტივია და ანუ ეს რაღაც 20 წლიანი მუშაობა რაც ვიდიოდა იმაზე რომ ჩვენ ბრაუზერები ყოფილიყო ესეთ secure ამ ფიჩერებით საერთოდ მოისპო რა. ხო და მაინტერესებდა თუ იყენებთ ამას ამ ბრაუზერებს და ან თუ აპირებთ გამოყენებას რა მაგალითად. მე პირადად waitlist-ში ვარ და ჩემი რიგი არ მოვიდა. კლოდის თუ კომენტის? ნუ კომენტის. კომენტის. კომენტს ვიყენებ სხვადასხვა ერთი ორი კვირა, მე მგონი უკვე ესე აქტიურად. მაგრამ ხო, მაგას ვერიდები, იმიტომ რომ Chrome-ს და კომენტს სასლაკე ვიყენებ. კომენტს უფრო ისეთ რაღაცეების ვიყენებ, რაც ძირთად რაში მეხმარება, იცი? და მივხვდი სხვადასხვა წინასე რაღაც LinkedIn-ზე პოსტი დავწერე მაგაზე, რომ ChatGPT-ს ვიყენებ ალბათ 90% ხოლმე იმისთვის, რომ რაღაცა ახალი ვისწავლო და ძალიან მეხმარება იმისთვის, რომ რაღაცას ვსწავლობ ახალ. mental model მაგ ხოლმე რაღაცის მაგაზე კითხვას უსმენ, უფრო შლი ხოლმე კარგად და ქვემოთ ჩავდივარ. და რაღაც ChatGPT-ში თუ მაგ ხოლმე პრობლემა რაღაც main stage-ზე იმ ხელა conversation-ი მიდის ხოლმე, რომ ჩადის და რაღაც არ ვიცი. უამრავი scroll-ი მჭირდება ხოლმე, რომ მე დავუბრუნდე main point-ზე. Thread-ებზე გეწერა, Thread-ებზე, ხო? ხო. და ზუსტად Thread-ებისთვის საჭირო რამე არის. ხო და კომენტს ვიყენებ Thread-ებისთვის რეალურად. ანუ მე მაგ ხოლმე გახსნილი, ანუ ChatGPT მაგ გახსნილი კომენტში და კომენტში ვეკითხები ხოლმე რაღაც კონკრეტულ point-ზე რაღაცებს თუ მაინტერესებს, ცალკე ასისტენტს გვერდზე. ChatGPT Inception რა. სამგაზომილებიანი. მეც ანუ კომენტიო გამოვიდა ვცადე ეგრევე და რაღაც პერიოდი ვიყენებდი. ანუ ვიყავს ხოლმე ამ ბრაუზერებს გამოსაც Dia და Arki და ეგეთ რაღაცებიც მაქვს ტესტი რა. Dia-საც ხო აქვს ჩაშენებული AI თემები და თან Dia არის იმ კომპანიაზე გაკეთებული, რომელსაც თავის დროზე AI unrelated security issue ჰქონდა, რომ
რაც Firebase-ზე არის დაფუძნებული მაგათი ის და შეგეძლო რაღაც ნებისმიერ სხვა users ყველა სხვა users browser-ში გაეშვა ნებისმიერი JavaScript რაღაცა ეგეთი იშოქნა. ეგ კომპანია არის არკის კომპანია და მე ვარ არკის security vulnerability. ანუ რა და არკი მე მგონი მაგიტო დაიკიდეს რომ ეგ მოეშორებინათ ანუ ეგ წარსული რა რაღაც დონეზე. შეიძლება და მე არქს ვიყიდე მაგარია. ხო და ნუ მაგიტო ცოტა სკეპტიკული ვარ რა კოდმაც რო დადოეს თავისი დიდი არტიკლი იქ ეწერა რომ აი რაღაცა სხვა ბრაუზერებსო 33% რისკი აქვს თქო მგონი სხვა მოდელებს აღარ მახსოვს prompt injection და ჩვენო მარტო 12% იყო ხო მაგაია which is crazy მაგრამ ჩემს ანუ იმდენად შეიძლება მართლა რაღაცაში მოგიმატოს პროდუქტიულობა რა რომ ღირს რო ცალკე კონდეს გახსნილი უფრო sandbox ვარიანტში რა მაგრამ მეორე ხრო ვფიქრობდი ანუ არასდროს არ გამჩენია აქამდე სურვილი რომ ან web pages თან მეჩატავა რა იმიტომ რომ თუ ძირითადად პირდაპირ ChatGPT არის ხოლმე წყარო ინფორმაციის რა რაღაცა არ ვკითხულობ და მე იმის ანუ შეიძლება ხო რა პრინციპში გამიკეთებია რომ დამილინკავს რაღაცა და თვითონ agent წავიდა და ის და მაგის გამარტივებაა მაგრამ არ ვიცი მე მგონი თვითონაც ეძებენ რა ჯერჯერობით რაში იქნება ეგ გამოყენებული რა აი დღეს გამოვიყენე ზუსტად Google Sheet-ში მაქვს რაღაც ძალიან დიდი data რაღაცას თვლიდით და ძალიან ანუ საერთოდ არ ვიცი ვიყენებ ხოლმე ყველაფერს ჩავ რაღაც როგორ უნდა გავაკეთო ხოლმე რაღაც მარტივი ფორმულები და რაღაცეები და კომენტს პირდაპირ ვკითხე რაღაც კონკრეტულ რაღაც cell-ში ეს როგორ გამოვითვალოთ თქო და უთხარი პირდაპირ ესენი რა ქვია column და cell-ის ნომრები და პირდაპირ ფორმულა დამიწერა და გავაკეთე მაგაში დამეხმარა. ხო, მე მგონი გუეც მაგას ამბობდა წინა ეპიზოდში რომ Microsoft Edge-იო by default უკვე არისო Microsoft-ის AI-იო შეშენებული და აი ეგეთ кейსებს ამბობდა რომ Excel-ზე რაღაცეებზე ეგრევე ყავს და ეუბნებიო და პირდაპირ ძალიან მარტივად აყიქვამსო რა. ხო, ეგ ოპტიმიზაცია არის რა. სად ეხა რომ დასკრინო და ChatGPT-ს ჩაუგდო და მე უკან წამოხვიდე. თან იქ გეკარგება რა, ვეღარ აღიქვამ და სად იქვე რომ. Yep. ან კურსორის და ან თავიდან რო გამოვიდა ეს AI თულები, სულ აფეისტებდი კოდს რა. ან კურსორი როგორც გამოჩნდა, ეგ არ გამიკეთებია, მაგრამ ხო, თვითონ მაინც ბრაუზერზე არ მქონია ეგ თხოვნება, მაგრამ ხო, Excel-ი კაი use case-ია. ანუ ეხა არ ვიცი პრინციპში კომენტს აქვს თუ არა, ალბათ აქვს. ანუ ეხა კოდის ვერსიას შეუძლია რაღაცებს დააკლიკოს და თვითონ action-ები ააკეთოს. მარტო წაკითხვა არ არის, ანუ რაღაც interaction-ი შეუძლია რა, tell page-თან. რაც დამატებით შეიძლება ეგ უფრო გამოვიყენო, იმიტომ რომ მაგალითად ვუთხრა რომ რაღაცა TBC-ის ცუდი მაგალითი ალბათ ყველაზე security-ების მე, მაგრამ ანუ ხანდახან აი TBC-ში რაღაც აკეთება მინდა მაგალითად Internet Bank-ში და ვიცი რომ ეხლა 20 რაღაცასო დავაკლიკო რა. და შემიძლია რაღაც დამისამრაიზოს ან ფინანსებიდან რაღაც რა. მაგალითად ან რაღაც my home user, my market user რაღაც მოძებნა რომ მინდა. ნოზარმა შემიძლია უთხრა და დაიწყებს რაღაცების დაკლიკებას და at some point უთხრა აი კაჩერდი ეხლა მევიზამ რა. agent mode. ხო, კი, yeah, exactly. რას ვფიქრობდი ანუ ხო. ხო, ანუ აი თავიდან იმაზე რა ქვია, ეხლა ფაქტობრივად აი გიოშერასაც ამბობდი რა. რაღაც პერიოდი დავიდაში არც ვფიქრობდი ჭამაგაზე. რაღაც ესეთი ინტუიტიური ის არის, რა ისეთ პლატფორმებზე, ისეთ პლატფორმებზე რაღაცა checkpoint-ამდე მისასვლელად. თეორი რაღაცის მონიშნა, ფილტრაცია, დაჭერა, გადასვლა, ანუ 1000 რაღაც არის და ნუ ისეთი არის, ყველაფერი დაწყებული Airbnb-ში რაღაცა იმას რო ეძებ შენ ბიუჯეტში, ანუ სასტუმროს რო ეძებ ასე შემდეგ. სადაც ანუ უფრო natural არის, just chat რო მიწერო რა, ანუ ამ range-ში whatever, 5 ვარიანტი მომეცი. ანუ 30-ს არა, 5.5, ანუ რაღაცა ლოგიკით რა. და kinda ანუ ამის SaaS პროდუქტები კეთდებოდა რა, რაღაცა ნახე, ძალიან ბევრი ალგორითმი იყო და kinda ამის shift-ი AI ბრაუზერებით ხდება, ანუ კომპანიებიდან ხდება ანუ კონსიუმერების მხარეს. ანუ ამ კომპანიამ კონსიუმერების მხარეს რაღაც აბსტრაქციის შემოტანით, kinda ყველა სხვა კომპანიას იდეაში უთხრა, ოკეი, თქვენ აღჭირდებათ რა, custom ეგეთ solution-ს კეთება.
ჩვენ we got everything man. ანუ ალბათ კითხვა მანდა იქ არის მართლა რამდენად we got everything. ალბათ თავარი კითხვა ეგ უნდა იყოს და რამდენად გამოშტერებები არ დაემართება ხოლმე, მაგრამ საინტერესო. ნუ კიდე ჩემ waitlist-ს ასე მოინტერესებული. ხო, ზოგადად რაღაც ტენდენცია იქ არის, რომ ეხა რაღაც specific tool-ები აღარ კეთდება, უფრო რაღაც სისტემები და რაღაც ინფრასტრუქტურები კეთდება, რითიც შეგვიძლია მე შენ თვითონ გამოიყენო რაშიც გინდა, რაღაც თვითონ ტენდენცია ეგ არის და საერთოდ AI-ის მიმართულებით განსაკუთრებით. რაც კონკრეტული use case-ი არ არის პირობითად იმისი, რომ AI agent-ი, რომელიც გივსებს ამერიკის ვიზას პირობითად. და მაგიურად არის კომენტი პირობითად ან Claude-ის extension, რომელიც მოგეხმარება ნებისმიერ რაღაცაში ერთ-ერთი ეგეთ შეიძლება იყოს. მაგიტო ეს ნიშური პროექტები არ ვიცი სხვა შორის აი მართლა ეგეთი hype არის და ისევ დაუბრუნდება ძველი იმას რომ აი მაინც იქნება რაღაც ნიშური პროდუქტები თუ მართლა ჩაყლაპავენ ეს გიგანტი კომპანიები ეგეთ რაღაც ნიშურ პროდუქტებს. ეხლა მე მგონია რომ მაგით ცდილობს Claude რომ რაღაც დისტრიბუცია გაზარდოს რა. რეალურად ანუ perplexity-ისთვისაც ანუ ბრაუზერის ქონა არის რომ okay მე მოგცემთ ახლა free LLM usage და სამაგიეროდ რაღაც თავიანთი user base-ი რომ გაზარდონ რა, თორე რაღაცა ამ წუთას არ მგონია რომ ეგ იქნება საბოლოო გზა რა, ანუ საბოლოო UX-ი არ მგონია რომ ეგ იყოს რა. იმიტომ რომ აი ხა რო წარმოვიდგინე ჯერ ისევ security-ის ხრიდანაც რო უყურებ რა, ან ეხა რამდენ რაღაცაზე აქვს API browsers რა. ანუ კამერა იქნება ნებისმიერ device-ზე რაც შეერთებული ტელეფონზე motion sensor-ები, ანუ თვითონ ანუ სისტემის დონეზე რაღაც ბევრ რამეზე აქვს რა, მაგრამ file system-ის API-ებიც კი აქვს რა browsers და ანუ ეს ყველაფერი ხა რო ქონოდა 90-იან წლებში რა, როცა ანუ არავითარი security measure-ები არ იყო რა და ალბათ საბოლოოდ როცა დაინტეგრირდება აგენტები ბრაუზერში კარგად, მაშინ ეს მოხდება რაღაც ბრაუზერის სპეციფიკური API-ებიდან, რომელიც გათვლილი იქნება security-ზე რა. ასე ახლა ვერ დაელოდებიან ესენ და ეხლავე უდად ცადონ რაღაცები, რომ მე იპოვონ ის კარგი UX-ი რა. მაგრამ ნუ eventually it's definitely happening რა. თან მგონია რომ typing-ი, ეხლა რაც არის typing-ი არ არის ყველაზე კაი UX-ი, არის voice-ი ყველა ვარიანტში მაგ მიმართულებით უნდა წავიდნენ. სხვა შორის აი რა super whispers ვიყენებ ხოლმე რა ძალიან აქტიურად განსაკუთრებით რაღაც ძალიან გაჭედილი ვარ თუ არ ხოლმე რაღაც ტექნიკურ ამაში რომ აი უკვე წერაში ვიღარ გამოხატავ და გინდა რომ ძალიან დეტალურად ტექსტუალ იმას რა ქვია ხმით უთხრა და მე არ ვიცი რა არის super whisper-ი. და რომ super whisper-ი არის რაღაც მიკრო API არის რომელიც მეყენია ლეპტოპზე და თავრაც option space-ით ხოლმე და ნებისმიერ რაღაც ველაპარაკებით და სადაც რომელ input field-ზეც მაქვს მითითებული ფოკუსი, იმაში მიკეთებს, იმაში აპეისებს ტექსტს რაც ვხარ. მაგარი, nice. ხო, გამოსაყენებელი რაღაცა არის, მით უმეტეს ზარმაცი თუ ხარ ადამიანი, რომელსაც წერა ხანდახან გეზარება ხოლმე და ხო. აი შენ OpenAI იმეც გამოუშვა ამაზე თავის take-ი რა. იმიტომ რომ მე მგონი მაგათმა თავიდანვე მიხდნენ რომ ესე რაღაც ბრაუზერში რაღაც ჩასმას თავის liability ქონდა და მაგათმა გამოუშვეს agent mode-ი რო არის რომელიც ბრაუზერს ისნის რა. ეს კაი ხნის წინ დაანონსეს მე მგონი, მაგრამ ამ კვირაში ეხლა მეც მაგალითად ChatGPT-ზე და რაღაცებზე ვტესტავდი რა, მათ შორის აი რაც ჩავათვალე წელან მაგ use case-ებზე. და ანუ human in the loop კარგად აქვს გათვლილი რომ მაგალითად როცა ჭირდება რომ ლოგინი გააკეთო, გაჩერდება და გეტყვის რომ okay, now you login. და then I'm going to continue. და ნუ როგორც მუშაობს, აი რომ screenshot-ებს უღებს და მაგას მე აპროცესებს და რაღაცა tool calls აკეთებს საავადმყოფოდ რომ რას დააჭიროს ხელი რა. და მაგის use case-იც და ალბათ იმ კოდის რაღაცაც შეიძლება იყოს მაგალითად რაღაც შენი API-ს რომელიც development-ს აკეთებ UX-ის შეფასება. ანუ ვიღაცა რომ მოგწერს თეორიულად bug report-ს, რომ ეს დაარეპროდიუსოს რა. რაღაც ალბათ ეგეთ use case-ებიც გამოჩნდება ნამდვილად რა.
ხო, მე ეს agent mode ვცადე რამოდენიმეჯერ და რაღაცა ვერ ვიპოვნე გამოყენება, რა შემიძლია რომ გამოვიყენო. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში research-ისთვის, ეგეთი კაი არ არის. Research-ისთვის ძირითადად ვიყენებ ხოლმე Perplexity-ის research, რომელიც ძალიან მომწონს, ყველაზე ახალ ლინკებს მაძლევს ხოლმე. ან ტექსტი საკმარისი არის სეჩისთვის. კი. ვცადე სხვადასხვა მაგისთვის, რაღაც prompt run-ის staging-ზე გავუშვი მეთქი ინტერფეის გადაუვარდეთ თქო და თუ მიხვდები რას ვთავაზობ თქო რაღაც მინდოდა რომ ტექსტები გამეუმჯობესებინა საიტზე. აი ისე რა შედეგი მომცა და მაგიტო ასდიოდ სულ ალბათ 1-5 ჯერ გამოვიყენე. ესე იყენებთ ზოგადად აი front-end-ის development-ისთვის მაგალითად აი so far ანუ back-end რაღაცებში ძალიან კარგად ვიყენებ agents და front-ში უფრო მიჭირს ხოლმე, იმიტომ რომ ვერ ხედავს და ვალიდაცია არ შეუძლია. მithumetes თქვენ Polish front-ი გაქვთ და აშკარად აქცევთ ყურადღებას რა. მე ვიყენებ არა Polish front-ში, რა პრობლემა არის? იქნებ არ არის polishing-ი requirement-ი და გამოვიყენოთ, არა არის პრობლემა. რაღაცა გააკეთე შეუძლია. აი front-ის იმაზე დუს აქვს საინტერესო რაღაცა. ცოტა ხნის Puppeteer-ის თუ Playwright-ის იმას იყენებ? არა, მაგას არ ვიყენებ. Figma-ს MCP-ს ვიყენებ პირდაპირ. რომელიც ანუ ორი ვერსია არსებობს, ერთი არის ოფიციალური Figma-ი, რომელიც ფასიანია და მეც დავარეისერჩე დიდად არ აღირებული და მეორეა რაღაც open source ვერსია, რომელშიც რას აკეთებს, ანუ იდეურად რა თქმა უნდა Figma-ს ფაილებითაც ეხლა შენ flows ვერ ხვდება რა, საიდან რა უნდა მოხდეს, მაგრამ შენ თუ responsive-ობაზე და იმაზე არ გაჭედილი და მაგალითად თუ გაქვს ორი ვერსია საიტის, ერთია just mobile და just desktop-ი, pixel perfect design-ი გადმოაქვს მართლა, ოღონდ რეკვიზიტებიც სჭირდება, მაგალითად Tailwind-ის config-ი წინასწარ უნდა დაამენეჯერო, რაღაც Figma-ში კოლორები დახვდება და sizing-ები, ტიპოგრაფია, ყველაფერი, ეგ თუ მზად გაქვს და შენ ClodeMD-ს ეტყვი, რომ აი აქა ყველაფერი გამზადებული და იცოდე, რომ აქ რო ეს კოლორი დახვდება, ამას შეუსაბამე. ძალიან კაი შედეგი აქვს ჩემი აზრით რა, რაცაც ადრე რაღაც ამი დატათის სკელეტონის აწყობას ვეძახდით, თავისუფლად აკეთებს, რაღაც call-ებს აკეთებს, internal call-ებს აკეთებს ყველა კომპონენტზე, იქედან მოაქვს მარჯინები, padding-ები, layout-ი და საკმაოდ კარგად აკეთებს. თან თუ მთელი flow არ გვიხსენი როგორ ანუ საიდან იწყება, მე ვერ მივხვდი ახლა როგორ მუშაობს. აი, საიდან იწყება? თავიდან უნდა იშოვა კლიენტი, ვისაც front-end და ფულს გადაგიხდი. თავიდან აბარებ უნივერსიტეტში. მე შევა თავისუფლად. და ყავდეს ადამიანი ვინც ჯერ Figma-ს გააკეთებს და ანუ ვიზიროში არ დააკეთებს. ხო, დიზაინს. ესე იგი, ჩაგდეს Figma-ს დიზაინი და ეგ აქვს ასაწყობი რა. თუ კარგი დიზაინ სისტემაა და რაღაც კოლორები თალკია გაკეთებული და რაღაც ეგეთი, Figma-ზე ხო შეგიძლია რაღაც selection-ი გააკეთო. Mag selection-ს გააკეთებ და მე აქ Figma-ს copy link to selection. მე აყენებ Figma-ს MCP-ს, just server start-აw შენ local მანქანაზე და cloud code-ზე შეგიძლია JSON-ით ჩვეულებრივად დაამატო, ან უთხრა რაღაც server sentiment-ებით ტრანსპორტირება გააკეთო ამ კოლებს, ნუ მოკლედ ეგ დოკუმენტაციაში ყველაფერი არის. მე cloud-ს ეუბნები, რომ შენ უკვე გაქვს MCP-ს სერვერი, შეგიძლია რომ Figma-ს ლინკები რაც მოხდა, რასაც ნახავ ყველაფერი შეგიძლია დაფეჩო და ეტყვი მაგალითად, რომ აი ამ selection-ში არის აქ წაილი ყველა კოლორი, sizing-ი, ტიპოგრაფიის ვარიანტი რაც მაქვს, აი ეგ ყველაფერი და მოდი გადათარგმნე Tailwind-ის config-ში. ეს call-ებს აკეთებს მე internally Figma-ს API-ზე, იქედან fetch-ავს ამ ყველაფერს და შენს გაქვს უკვე გამზადებული Tailwind-ის config. ესაა flow. Okay, საკმაოდ კარგად მუშაობს რა. მიდიკა და მე მაქვს პასუხი ამაზე. ანუ მიდიგიო, მე შენ გითხრა პრაქტიკულ პასუხი გაქვს, მიდი. ანუ ჩემს ან საინტერესო არის ხოლმე ვალიდაციის ნაწილი, იმიტომ რომ ოკეი, ანუ LLM-ს რაც არ უნდა უთხრა, ხო? რაღაცას ყოველთვის გააკეთებს, ანუ output-ი ყოველთვის ექნება რა. და ანუ შეიძლება იქ შენახულოსთან კაი output-ი აქვს, მაგრამ მაგალითად back-end-ის რაღაცას რო ვაკეთებ რა. ბევრი თული შემიძლია მივცე, რითაც თავის თავს გავუკეთებს ვალიდაციას და შემოწმებს რა სპეკიცრუაცი ის გააკეთებს თუ არა რა.
მაგალითად ანუ API შეუძლია გამოიძახოს და ახლა შეამოწმოს რაც მეუთხარი არის თუ არა database შეუძლია ჩაიხედოს ანუ backend-ზე unit test-ების დაწერაც უფრო მარტივია რა და შენ რომ ამბობ რომ okay ანუ ამ Figma-ს დააგენერებს ანუ სავარაუდოდ რაც ხდება არის რომ მე შენ დახედავ შეამოწმებ კაია თუ არა და მე შენ უნდა უთხრა რომ okay ის არ მომწონს და აი ეგ ნაწილი მაინტერესებს რა მე მაგას ერთად არ ვაკეთებ რა ანუ ხო ხარი რაღაც წინასწარ კარგად პონტავ რომ ზუსტად ის გადმოიტანოს რაც მე მინდა მე უბრალოდ ვიყურებ ნუ რაღაცეები დეტალები ვერ დასვავ თქვათ და უბრალოდ მაგ ფონტიდან მე ვაგრძელებ რა ანუ თვითონ რას აკეთებს ყველაფერი რა თქმა უნდა დამიდატათი აკეთებს ანუ ისე რომ როგორც ბექენდში შეგვიძლია ცვლილებები გააკეთოს ისე რომ unit test-ება თუ გაიარო okay გადავხედავ და შეგვიძლია პირდაპირ დავფუშებ პროზე ეგრე ფრონტის development-ი ვერ მუშაობს რა ამ შემთხვევაში just წარმოიდგინე რაღაც ძალიან დიდი page-ი გაქვს სადაც არის ერთი 10 flex კონტეინერი ბევრი ბათონები და რაღაც ეს ანუ ხო ძალიან დიდი დრო მიაქვს რომ უბრალოდ CSS-ი და რაღაც DOM3 აწყო მაგ ყველაფერს ანუ მაგას მარკავს კარგად handle-ს და მე უბრალოდ ბიზნეს ლოგიკას აკეთებ შენ რომ აი ამ ღილაკს რომ დააჭერს რა მოხდეს იმიტომ რომ ეხა Figma-ს დიზაინით ვერ მიხვდება ეგ რომ რაღაც მოდალი შეიძლება ვარდებოდეს მაგ ღილაკზე დაჭერით რა უბრალოდ შენ გამზადებულ skeleton-ს ჩონჩხს CSS-ის და HTML-ის გახვედრებს და იქედან უკვე შენით აგრძელებ ეხა მაგასაც თუ ჩაყვები რომ ამ ID-ით ამ ღილაკზე ეს გააკეთოს, ანუ რა თქმა უნდა, მაგალითად წამოვა, მაგრამ ყველაზე სწრაფი გზა რომ რაღაც ფრონტის საქმეა გასაკეთებელი, ჩემი გამოცდილებით ესეთი flow-ა, რომ ჩონჩხი ააწყოს ერლებმა, მე უბრალოდ რაღაც გაასალაშინე ეკოდ. გიორგი, დიზაინერი ყავთ ამ თემში თუ როგორ უდგებით მაგას? არ გყავს. Figma-ს იყენებთ? არა, არც Figma-ს არ ვიყენებთ, არც არ ვიყენებთ. თელი ეს დიზაინის ამბავი დაიწყო, რომ თავიდან რაღაც რამოდენიმე საიტის დიზაინი მომწონდა, იქიდან პატარ-პატარა კომპონენტებს ვიღებდი, მაგას ვაკეთებდი. მე მივხვდი, რომ ძალიან აჯებ სანდალი იყო და საერთოდ სხვადასხვა კომპონენტები ქონდა და სხვადასხვა ფერებში და ასე შემდეგ. და რავი, მე ნელ-ნელა შევეცადე რაღაც საერთო ფერები დაგვესვა, რაღაც მიმსგავსებული კონტეინერები ქონოდა, რაღაც ქარდები, ასე შემდეგ, რაღაც დონემდე მივხედავთ იმისა, რომ ეხლა ძალიან არ მომწონს რაც გვაქვს, მაგრამ იმას ბევრაჯობია რაც ქონდა. და აი დიზაინერის და ცალკე ესე dedicated front-end developer-ის რესურსი არ გვაქვს, მაგიტომ სანდეს მივედით ეგ არის და თან პლუს ვართ რაღაც B2B infra tool-ი და არ არის აუცილებელი რაღაც fancy დიზაინი ქონდეს. ფრონტენდად ხა მე სადაც ვიშავ, დაახლოებით იგივე სიტუაცია. Brand designer-ი ძირითადად branding-ს და general თემას განსაზღვრავს და ყველაფერი ძირითადად ჯერ ავაწყობ და მე შეხედავს და თქვა რაღაც feedback-ს ვაძლევს, რომ okay, maybe აი ეს შეცვალეთ რა. ამიტომ ანუ ეგ საერთოდ არ გვაქვს ჩვენი flow, რომ ჯერ Figma გაქვს და მე მაქენ გადმოვაკ, იმიტომ რომ თუ Figma-ში არ გიწყვიათ რამე რა. Figma-ში თუ კარგად ააწყე რაღაცები, ანუ თავისი ამ Flexbox-ის ალტერნატივა რაც აქვს, მგონი auto layout-ს ეძახიან. მაშინ მართლა ძალიან მარტივია რომ მარკაპში გადმოთარგმნო, იმიტომ რომ Figma-ს გააკეთა Flexbox-ი ნახეს და okay, this is great და გადაიტანეს Figma-ში, ოღონდ UI-დან ვააწყო რა. ამიტომ ნუ კაია, იმიტომ რომ ერთის მხრივ აქამდე როგორც ხდებოდა ჯერ დიზაინერია წოდა ამ თელ Flexbox-ის იერარქიას და მე developers ესოთ აიწერა და ერთის მხრივ მაგას სოლოს, მაგრამ მეორე მხრივ რაღაც ისეთი პრობლემაა, რომელიც თითქოს ისაა გადაჭრილი იყო რა. რა მე ზოგადად მინახავს ისეთი მაგარი პროდუქტები, რომლებიც იყენებდნენ რაღაცა უმარტივესი რა bootstrap-ის ინტერფეისი ქონდათ. აი სულ მაგაზე მახსენდება ხოლმე იყო Bittrex-ი, ერთ-ერთი crypto exchange-ი, ძალიან დიდი ხანი და აი bootstrap-ის დიზაინი ქონდათ გამოყენებული ისე, რომ ფერებიც კი არ ქონდათ შეცვლილი, ანუ რაც default blue და red და რაღაცები იყო, მაგას იყენებდნენ და რა ხალხი მაინც იყენებდა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მგონია ხოლმე ეგ, რომ ჩვენ ვინც მაგას ვაწყობთ, ჩვენ პირველად მეტ ყურადღებას ვაქცევთ, ვიდრე ის ხალხი ვინც მაგას იყენებს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში end users ვანახო ორი რაღაც საოცარი დიზაინი და რაღაც საოცარი UX-ით და ძალიან ცუდი დიზაინი, ძალიან ცუდი UX-ით შეიძლება თქვას, რომ აი ძალიან დიდი განსხვავება არ არის საბოლოო ჯამში რა.
მაზეკში ვინ არის lead დიზაინერი? აჩო არის დიზაინერი, ბუღალტერი, კრეატიული დირექტორი და 6 კარგი რამე კიდე რა. Lately იურისტი ვარ. რომლის outclassing-იც ალბათ ძალიან რთული არის, აი ძალიან აი შანსი არა ეხლა მე ხა ვინმე მომატყუოს კონტრაქტში. როგორი იცი? სპეციალიან კონტრაქტ ჯიბიდი ხუს უგდებს და რა შეიძლება what will be the worst case scenario from this და ისე რასაც ამონოს კლიენტებს უკან წერს რომ არა ეს ხუმრობა იყო კაცო მარფამე კი არ ვარ იურისტი კლოდზე აკეთებ ჯიბიდი ხუთზე არ აი guys რაღაცა რო გავიდეთ ბოლოსკენ უფრო გიორგის მინდა რომ აი ეს ჩემი დემომდელი კითხვა დაუსვა გონია რომ ძალიან სწორი ადამიანია აი იმის გამო რომ ძალიან დიდი ბექგრაუნდი აქვს კრიპტოსამყაროში და მათ შორის კრიპტო ჰაიპში როცა იყო თქვა არ ვიცი ხალხი რომ NFT-ში $100,000 ხდიდა წარმოუდგენელია ჩემთვის მაშინ კრიპტოში იყო და ეხლა ასე ვთქვათ AI ჰაიპი რო დავარქვათ ამ ყველაფერს ეხლა AI-შია რა და აი როგორ შეადარებდი თითქოს ბევრი ადარებს რა ანუ ორივე რაღაც ფაიქი არის ჰაიპის და თითქოს ახლა ჩემი სუბიექტური აზრია რომ ახლა AI მარტო ჰაიპიც არ არის რა ველიუც მოაქვს რა მაგრამ შენი გადმოსახედიდან აი კონტრასტს როგორ ხედავ რა ამ ორ ჰაიპს შორის ძალიან კაი კითხვა არის იმიტომ რომ ხო ძალიან კარგად მახსოვს ის პერიოდი როცა ბლოკჩეინი თუნდაც გადაჭრა ნებისმიერი პრობლემის სადაც შიმშილით დაწყებული კონფლიქტებით დამთავრებული ყველაფრის სოლუშენი ბლოკჩეინი იყო და აი რაღაც ისეთ სიგიჟე პროექტები კეთდებოდა რომ ახსოვს რომ რაღაც აი ყველანაირი ელექტრო დივაისის გაერთიანება უნდათ და მაგაზე ქოინის გამოშვება რაღაც ალტერნატიული ინტერნეტის გაკეთება უნდათ და მაგაზე ქოინს უშვებდნენ ხო საბოლოოდ ფაიფერის რაღაცები არის კი დაახლოებით ხო და იქ ანუ მაშინაც ჩანდა ეგრო ყველაფერი იყო იმისთვის რომ ანუ ჰაიპი გაცილებით მაღალი იყო ვიდრე რეალური value მოქონდა. იმიტომ რეალური value ხე კრიპტოსაც კრიპტომ რაც მოიტანა არის რომ პირობითად ისეთ ქვეყნებს სადაც რომელ ქვეყანას აქვს რაღაცა ჰიპერინფლაცია და მაგათ რაღაცა არ შეუძლიათ საბანკო ინსტიტუტებთან არ აქვს შეხება შეუძლიათ რომ რაღაც გახდნენ მიიღო რაღაცა ფინანსური სერვისები როგორც არის სესხი და ილდი და ბონდი და ასე შემდეგ მაგას ხელი მოკიდონ. დარჩენ ყველაფერი იყო ჰაიპი და AI შემთხვევაში ვიტყოდი ეგრე რომ ძალიან ბევრი კომპანია იქნება რა თქმა უნდა არის რაღაცა ბულშიტი და საბოლოო ჯამში არაფერი არ გამოვა, მაგრამ კორი რაც არის იმდენად ძლიერი არის რომ მე მაგას ვიძახ ხოლმე სულ რომ შეიძლება ჰაიპი არის, მაგრამ იმდენად მაგარი კორი აქვს ამას რომ უნდა იყოს კიდევაც რა, იმიტომ რომ ყველაფერს ამარტივებს, ანუ შრომას ამარტივებს, გაცილებით პროდუქტიულს ხდის, ანუ აი პირდაპირ ხვდები შენ თვითონ day to day რო იყენებ, ხვდები რამდენად მეტი რაღაცის გაკეთება შეგიძლია AI-ით და AI-ის გარეშე. მაგიტო ვიტყოდი რომ ძალიან საოცრად საინტერესო IP არის და მგონია რომ ძალიან დიდ ტრანსფორმაციას მოგცემს საბოლოო ჯამში knowledge worker-ებში. თუმცა ხო აი გარი რა რომ ალბათ არ უნდა გაგვაზარმოცოს ძალიან. იმიტომ რომ ვიღაცები მინახავს რომ აი prompts იწყებდნენ თავიდან ძალიან დეტალური რაღაცებს ვეკითხებდნენ და ბოლოს რო ეუბნებოდნენ do this და Excel-ის ფაილს რო უყდებ. Make no mistakes. ხო, make no mistakes, make big money. ხო, მადლობა. მოკლედ საინტერესო იყო, ასე ვთქვათ, ძალიან შენთან საუბარი და ჩვენთვის ორ მაგაც საინტერესო იყო, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, მსგავსი პერსპექტივიდან ვუყურებთ ამ ბოლო დროს სამყაროს, რა ჩვენს რაღაც ფაუნდერობისკენ და მოკლედ ძალიან დიდი მადლობა რომ გამოგვიყავით რო ვიცით რომ ძალიან დაკავებული ხარ. და წარმატებები ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ძალიან საინტერესო. მადლობა ძალიან წარმატებები. არგათიშო. ახლა დაგვაჯოინოთ Discord-ზე, იმიტომ რომ ძალიან მალე იქნება გრანდიოზული ჰაკათონი და დეტალები მალე გასაჯაროა. საქართველოს ყველაზე დიდი ჰაკათონი იქნება ძალიან მალე. გიორგი, შენს არ გამოგაპარებთ და ვინც გისმენთ ახლა ძალიან ყურადღებით იყავით. მაგარია. აჩო გათიშე. აჩო ეხლა შეგიძლია გათიშო.